მოგესალმებით. მოგესალმებით ტარო ყველასთვის, ტარო სამყარო. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, ჩემო გამომწერებო, ჩემო მაყურებლებო, თქვენი ლაიკებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, დიდად მადლობელი ვარ. ეხლა გვექნება გაშლა სხვა რაკურსით, უბრალოდ შემოვიდა ბევრი ინფორმაცია ნოემბრის თვესთან დაკავშირებით, გინდა ასტროლოგიურად, გინდა ისე, სოციალურ ქსელებშიც საუბრობენ უკვე დიდ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც გველის. მეც მქონდა რაღაც მინიშნება ერთი კვირის უკან. და სიმართლე გითხრათ, მე არ მიყვარს საერთოდ უარყოფით თემებზე საუბარი და მით უმეტეს უარყოფითზე ფიქრი, მაგრამ მაიძულა ეხლა რაღაცამ თქვენთან ერთად გავაკეთო საჯარო გაშლა, რა გველოდება ნოემბრის თვეში, ზოგადად. ეს არის ზოგადი გაშლა. ტაროს გარდა, მინდა აგიხსნათ, უბრალოდ გითხრათ, ტარო არის ერთ-ერთი სისტემა, ინფორმაციის წყარო, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ის რაღაც სიღრმისეული, ქვეცნობიერი, სხვა საინფორმაციო ველი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და წვდომა არ გვაქვს, რაღაც სახით მივიღოთ ტაროსგან ინფორმაცია, მაგრამ ასევე არსებობს სხვა ხელსაწყოები, მაგალითად, ეს არის რამკა, ბიოლოკატური ესეთი ხელსაწყო, რომელიც ზომავს ენერგიებს და კი არას პასუხზე, გეუბნებათ, ვთქვათ, კი არა, ესეთი სისტემით მუშაობს, ესეც ძალიან ძველი ხელსაწყოა, უნდა უბრალოდ დააპრაქტიკოთ და გქონდეთ ამასთან შეხება და არის კიდე ესეთი ქანქარა, მაიატნიკი ქვია რუსულად, ესეც კი არას რეჟიმში გაძლევთ პასუხს, მაგრამ აქ ყველაფერი არის თქვენს ინტუიციასთან და რამდენად სუფთა ადამიანი ხარ და რამდენად შეხება გაქვთ ესეთ რაღაცეებთან, პრაქტიკა ჭირდება ამას, მოკლედ, მე დიდი ხანია ვსარგებლობ ჩემთვის ენერგიებს ვზომავ, ასევე დიაგნოსტიკასაც ვატარებ და ბევრ რაღაცას ინფორმაციას ვიგებ, ჩემზეც და სხვებზეც, მაგრამ უბრალოდ გაჩვენეთ, რომ ტაროს გარდა არსებობს კიდე სხვა ძველი, ჩვენი წინაპრული სისტემები, რითაც შეიძლება ის საინფორმაციო ველი, რომელიც არის ყველგან და ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ, გავიგოთ ინფორმაცია. ვეკითხები Four Seasons. რა გველოდება ნოემბრის თვეში? ზოგადად, მთლიანად თელს, ასე ვთქვათ, მსოფლიოს და დედამიწას. ნოემბრის თვე მაჩვენეთ. რა გველოდება ნოემბრის თვეში? გადამოწმებას გავაკეთებ მერე იმით, რაც აგიხსენით და გაჩვენეთ. ნოემბრის თვე. რა გველოდება ნოემბრის თვეში? ვამატებ ნათელ მხილველების კარტს, კითხვით, გვითხრან ჩვენმა ნათელმა მფარველმა, ანგელოზებმა, ნათელმა არსებებმა, თუ რა გველოდება ნოემბრის თვეში მთლიანად თელს კაცობრიობას. თუ არის საშიში ნოემბრის თვე, გვაჩვენეთ, გთხოვთ, რაღაც ინფორმაცია მოგვაწოდეთ ნოემბრის თვესთან დაკავშირებით. ეხლა აქ ისეთი საშიშროება არ ჩანს, თუ არ ვიგულისხმებთ, ვთქვათ, იმას, რომ საომარი სიტუაციები ისევ გაგრძელდება, დანაკარგები არის ზუსტად 6 ქვეყნის, არ ვიცი ეხლა მე იმ მხრიდან თუ ამ მხრიდან, რაღაც დანაკარგი იქნება, არის მოლოდინის რეჟიმი ჩართული, ასევე მიდის ბჭობა თუ რა შეიძლება რომ გააკეთონ, ზამთრის პერიოდისთვის სერიოზული რაღაც გადაწყვეტილების მიღება მიდის რესურსებთან და საერთოდ მთლიანად ფულთან დაკავშირებით სისტემა, ფულის შეიცვლება და ეკონომიური კრიზისი გაგრძელდება
და 8 ქვეყანა აჩვენებენ 8 ქვეყანა, ანუ არ ვიცი, ან 8 ქალაქი გამოდის მწყობრიდან, ანუ გადანაწილება ხდება, ან იქით ამხარეს, ან აქეთ ამხარეს. მე არ დავკონკრეტდები, პოლიტიკოსი მე არ ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, მაგრამ რახან საფრთხე ემუქრება მთლიანად მთელ სამყაროს და მთელ დედამიწას და მინიშნებაც მქონდა მე და ეს არ არის მარტო ინფორმაცია მიღებული ტელევიზიით და ინტერნეტით, რასაც ადასტურებენ და საუბრობენ უკვე ძალიან ხშირად. მე უბრალოდ მაინტერესებს თუ ემუქრება საფრთხე კაცობრიობას ნოემბრის თვეში. თუ არის საფრთხე, საშიშროება თუა. ნახეთ რა ხდება, ეს ყველაფერი, ანუ ამ ორი კარტით შემიძლია ავხსნა, რომ ისევე იქნება გამოკეტილობა რაღაც სიტუაციაში, არ ვიცი, შეიძლება შეზღუდვები გარკვეულ ქალაქებში, ყველაში არა, 4 ქალაქს მაჩვენებენ, ისევ საომარი მდგომარეობა იქნება და ისევე გადაწყვეტილების მიღება იქნება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში. ეხლა ვეკითხები ბიოლოკატურ რამკას. თუ შეიძლება მაჩვენეთ ნოემბრის თვეში საქართველოს საფრთხე ემუქრება ნოემბრის თვეში. გაჩერებულია. თუ შეიძლება მაჩვენეთ მთლიანად სამყაროს დედამიწას ნოემბრის თვეში ემუქრება რამე საშიშროება, რამე საფრთხე? ნაწილობრივ ემუქრება. ნაწილობრივ. კითხოთ ეხა სხვა დასტას ამოვიღებ. და მაჩვენეთ, ანუ მთლიანად არა, როგორც ჩანს ნაწილობრივ მაჩვენეთ თუ ემუქრება გარკვეულ ქვეყნებს რამე საშიშროება, საფრთხე ნოემბრის თვეში. მთლიანად არა, ნაწილობრივ მაჩვენეთ თუ არის რამე საფრთხე საშიშროება. გადანაწილება მიდის რესურსების, ფულის, ასევე საომარი მდგომარეობით წართმევა, ანუ რასაც ხედავთ ეხლა და როგორც არის და ძლიერდება ერთ-ერთი ქვეყანა ძალიან, არ ვიცი რომელი, არც მაინტერესებს, ჩემთვის ომი არის განსაცდელი და მე არ ვამართლებ ძალადობას და ომს არც ერთი მხრიდან, ანუ ჩემთვის ორივე დამნაშავეა, გინდა ერთი, გინდა მეორე, იმიტომ რომ ეს არის საკაცობრიო კანონის დარღვევა, სამყაროსეული კანონის დარღვევა, როცა სამყაროში უნდა სუფევდეს სიმშვიდე, მეგობრობა, თანაძმობა, ერთობა და ვიღაცა თუნდაც რამით არღვევს და თუნდაც დედამიწის მოსახლეობას და საერთოდ ქვეყნიერებას რაღაცას სახით და არა აქ ადგილს, ადგილმდებარეობას, მნიშვნელობა ემუქრება რამე საფრთხე, ჩემთვის ეს ძალადობა მიუღებელია და არა კანონიერი, არანაირად არ ვამართლებ. კიფერს ვეკითხები, ეხა ორაკულს გვაჩვენეთ მთლიანად თუ ემუქრება რამე საფრთხე, რამე საშიშროება ნოემბრის თვეში. სოფლიოს და არ ვასახელებ იმ სახელს, რასაც ამბობენ, იმდენად არ მინდა, რომ გავაჟღერო, რომ ის მოხდეს. იმდენად არ მინდა, რომ იმ სახელს არ ვიძახი. ხო გესმით, რასაც ვამბობ? აქაც მაჩვენებს ორაკული, რომ იქნება გაყოფა, ცვლილება ძალიან დიდი, separate, ანუ გაიყოფა ქვეყნები და თან ეს სიტუაცია გაგრძელდება კიდე distant horizon, დიდი ხნით, ანუ ესე მალე არ დამთავრდება, როგორც ეს ორაკული მაჩვენებს. ნუ ეხლა საფრთხეს არ მაჩვენებს, იმედი არ გვექნება. ეხლა ვეკითხები ისევე ბიოლოკატურ ჩარჩოს. თუ შეიძლება მითხარით, საქართველოს სხვა არ ემუქრება რამე საფრთხე ნოემბრის თვეში. საქართველოს სხვა არ ემუქრება რამე საფრთხე ნოემბრის თვეში. მთლიანად არა, რაღაც ნაწილ რეგიონებს, ალბათ აფხაზეთის მხარეს. აჰა. კარგით, მოკლედ, მე ახლა აღარ გავაგრძელებ, მეც მთავარია გავიგეთ, რომ რაღაც საშიშროება არსებობს. მე მქონდა მინიშნება, ასე ვთქვათ, მედიტაციურადაც დავინახე რაღაც სიტუაციები და რაღაც მოვლენები, რასაც არ გავაჟღერებ და არ ვიტყვი.
ხო, და მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ მარტო ცეცხლით არ ხდება. ანუ წყლის სტიქიაც არის აქ ჩართული, იმიტომ რომ ხდება გაწმენდვა ცეცხლითა და წყლით. ოკეანე. ანუ დააკვირდით ამ სიტყვას, ოკეანე. საფრთხე მოდის ოკეანის მხრიდან. არ არის მარტო ის, რომ ზემოდან რაღაცას გვაყრიდნენ. ეს არის ქანქარა, ამითაც ხდება, კითხვა-პასუხის რეჟიმში კი არას პასუხის მიღება, მაგრამ ეს ძალიან ესეთი ხელსაწყოა, რომელსაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები. ამით ზომავდნენ ადგილმდებარეობას, იყო თუ არა იქ საცხოვრებელი ადგილი, ანუ ასე ვთქვათ, მისაღები, ასევე ენერგიებს, ასევე თვითონ ადამიანის დიაგნოსტიკასაც ამით აკეთებდნენ. უბრალოდ ამას სჭირდება პრაქტიკა, ამას სჭირდება დაყენება. ზოგი იძახის, რომ ჩვენი მფარველებისგან ვიღებთ პასუხს, ზოგი იძახის, რომ ჩვენი ქვეცნობიერი ინტუიციიდან უმაღლესი მედან ვიღებთ პასუხს. რა მნიშვნელობაა? ინტუიცია უნდა გქონდეს ძლიერი, რომ შეძლო, დააყენო ეს და მიიღო ნამდვილი პასუხი. კი არას რეჟიმში. ასევე ბევრი სხვა რამე შეიძლება ამით გააკეთო. მოკლედ, გემშვიდობებით, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და ნოემბრის თვე გადაგვატანინოს. საქართველოს ნაწილობრივ, მთლიანად მთელ ტერიტორიებს არა, მაგრამ რაღაცა ეტაპობრივად ალბათ აფხაზეთის მხარე და ის რეგიონი რა, რომელიც წაღებული აქვს მტერს, ასე ვიტყოდი. მთლიანად, საქართველოს არ შეეხება, მაგრამ მე ვიძახი იმას, რომ თუ წარმოიდგინეთ, ხო, დედამიწა, ხო არის მრგვალი, თუ სადღაცა რაღაც ხდება ამ ნაწილში, როგორ ფიქრობთ, აქეთ არ წამოვა ის რაღაც ნაწილი? ანუ იმაზე არ იმოქმედებს, თუ ერთი მთლიანი სისტემა, მთელი სამყარო, არის ერთი მთლიანი სისტემა, რომ ეს ენერგია და ეს ენერგოინფორმაციის წყარო, რომელიც ყველგან არის და მე ხა ტელევიზორს არ უყურებ, არ შევდივარ თქვათ ინტერნეტში, არ ვინტერესდები რას ამბობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფეიკია და ძალიან ბევრი ისეთი ცრუ ინფორმაციაა, ხო? ამიტომ ჩემ ინტუიციას, ჩემ ლოგიკას, ჩემ გონებას ვეყრდნობი, რა თქმა უნდა, ვიყენებ ამ ჩემ შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ, და ჩართული მაქვს ეს სისტემები, რომ დავადგინო სიმართლე. ამიტომ მე მაინც ვიძახი, რომ რა ვიცი, ღმერთი გადაგვარჩენს და არ გაგვწირავს. მადლობა ნახვამდის და ბოდიშით, რომ ესე შემოგეჭერით. თქვენც უნდა გწოდნოდათ სიმართლე. კარგად ბრძანდებოდეთ და კიდევ ერთხელ მადლობა.